ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი არის დღეს იმდილაევის პირველი სტუმარი საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს ტელებაყურებელს. მოდით ევროსაბჭოში განვითარებული მოვლენებით დავიწყოთ საუბარი. ვერ ვიტყვით რომ რაღაც განსაკუთრებული სიახლე იყო, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია იმის შეფასება თუ როგორ იმეორებს დოკუმენტიდან დოკუმენტამდე, რეზოლუციიდან რეზოლუციამდე ამ ნარატივს დემოკრატიის უკუსვლის შესახებ. ამ შემთხვევაში უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებზე არის საუბარი. რას ნიშნავს ეს დოკუმენტი თქვენ? ნუ აქ სიახლე არაფერი არ არის და ეს რეზოლუციებიც ფაქტობრივად ერთი და იგივეს იმეორებს და ბოლო რეზოლუცია იყო ევროპარლამენტის, სადაც გაჩნდა ახალი მუხარა ტელევიზიების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი ილუსტრირება არის იმისი, რაზეც ქართული ოცნება ვსაუბრობთ, ეს უსამართლო დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა იქიდან გამომდინარე, რომ ქართულმა ოცნებამ მიუხედავად უზარმაზარი წნეხის, შანტაჟის, ზეწოლის პირველ რიგში ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ჩვენს პრემიერ-მინისტრზე, მთლიანად ქართული ოცნების გუნდზე და თითოეულ ჯარისკაცზე ქართული ოცნების, ხომ ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველოს გამოყენებული ყოფილიყო პროქსი სახელმწიფოდ, როგორც გამოიყენეს უკრაინა და ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო. ხომ ბოლო რეზოლუცია მე ტყუილ არ მიხსენები, ეს ახალი ჩანაწერი დანარჩენ იგივე მეორდება ისევ ის კანონების გაწევა, გამჭვირვალობის, რომელიც მათ ქვეყნებში სუვერენიტეტს იცავს და ჩვენ ვეთანხმებით, ნამდვილად იცავს. თუმცა ჩვენ ქვეყანაში ჩვენ გვსურს რომ სუვერენიტეტი იყოს დაცული და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული. და ასევე ანტი-LGBT პროპაგანდა კანონი, რომელზეც ესეთი გართულება აქვს, სადაც აკრძალული არის პროპაგანდირება ამ იდეოლოგიის მით უმეტეს ბავშვებში, სკოლებში და ბაღებში. იმავე რეზოლუციაში იყო საუბარი იმაზე, რომ ვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეს მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ჯგუფებს. ესეც ერთგვარი სიახლე იყო, რასაც მაგდა დავასრულებ სანამ მაგაზე გადავალ, გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომ ესე იგი რუსთავი 2, იმედი და პოსტივი უნდა დასანქცირდეს. ხომ პირდაპირ საუბრობენ, რომ უნდა დარჩეს მხოლოდ TV პირველი და მხოლოდ ფორმულა. მათი გადმოსახედიდან. მე იმასაც შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ბრიტანეთმა მიიღო ეს პირდაპირ დავარქოთ სამარცხვინო გადაწყვეტილება თქვენი და პოსტივის დასანქცირებასთან დაკავშირებით, იმ დღეს იმართებოდა რაღაცა ფორუმი იყო თუ შეხვედრა, სადაც ბრიტანეთის ელჩი ბრძანდებოდა, გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩი და იქ არც იმედი არ იყო მიწვეული, არც პოსტივი არ იყო მიწვეული, იმას ახსნიდნენ, რომ დღეს დასანქცირდნენ და არ მოვიწვიოთ. რუსთავი 2-ც არ იყო მიწვეული და საზოგადოებრივი მაუწყებელიც არ იყო მიწვეული. მიწვეული იყო მხოლოდ TV პირველი და მხოლოდ ფორმულა. ეხლა ჩვენმა მაყურებელმა განსაჯოს თუ რაშია საქმე, ხო? მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველოს. დღეს ომის თემა არის აქტუალური, ხო? შუა კორიდორზე კონტროლის თემა იქნება აქტუალური და სხვადასხვა საკითხები, ხო? სურთ აქ არაეროვნული ხელისუფლება, აგენტურა და რა თქმა უნდა, იმ აგენტურის მედია საშუალებები უნდა ფუნქციონირებდნენ და მაუწყებლობდნენ მხოლოდ, ხო? ეს ხო პირდაპირ ილუსტრირება, ხო? პირდაპირ ჩაწერეს, რომ მხოლოდ TV პირველი და ფორმულა უნდა მაუწყებლობდეს. მიზნები გასაგებია, თუმცა რითხსნიან ამ სანქცირებას და სასჯელებს, რომ დემოკრატია ინგრევა საქართველოში, რომ არის პოლიტიკური კრიზისი და შესაბამისად ამ კრიზისის განსამუხტად არის საჭირო, რომ შეიძლება მეტი დაწოლა წამოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაზე და ამით როგორც ჩანს ამ ფორმულით განიმუხტება კრიზისი საქართველოში. რა არის რეალური მიზანი საბოლოო ჯამში? ეს ნიშნავს, რომ მათ ჭირდებათ ოპოზიცია, რომელიც საბოლოო ჯამში მოიქცევა ისე, როგორც გარეკარნახი იქნება? რა თქმა უნდა, მათი მთავარი მიზეზი, ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, რომ ისინი ვერ შეეგუენ, რაც მე ვთქვი იმას, რომ ჩვენ უარი განვაცხადეთ ამ ყველაფრის მიუხედავად პროქსი ქვეყნად სახელმწიფოს ჩვენი საქართველოს გამოყენებაზე და მათ რა თქმა უნდა სურთ აქ ისეთი ხელისუფლება, მართული ხელისუფლება, როგორც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, კოლექტიური ნაცები, მაგიტომ შევარქვით ეს ტერმინი, ვინაიდან იქ ლელოს დაირქმევ, თუ გახარიას პარტიას დაირქმევ, თუ ახალი იქნები მთლიანად ძველი ნაცები დაკომპლექტებული თუ უშუალოდ ნაციონალური მოძრაობა, აბსოლუტურად ყველა ეს პარტია იმართება ზუსტად ერთი ვერტიკალით. აბსოლუტურად ყველა ეს პარტია აქ დავალებების მისაღებად, რომელიც მოდის ბრიუსელიდან, დადიან სხვადასხვა ელჩებთან, რომ მიიღონ ეს დავალებები და დაიწყონ მათი ასრულება. ამას ჩვენი საზოგადოება ხო მაკვირდება, რა თქმა უნდა. და ისიც გავიხსენოთ, ხშირად გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსის თემა ესეთი, ასე ვთქვათ, ბერკეტი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ აქ ქაოსი გამოწვეული იყო, ჩვენ დაგვსაჯეს, არ მიცეს საქართველოს 2022 წელს მიცეს მოლდოვასა და უკრაინას. გახსოვთ, რომ მათი დაფინანსებული NGO ორგანიზაციების პირველი რევოლუცია
რევოლუციური მცდელობა იყო, როდესაც სცენაზე ავიდნენ ეს გიგაური ლომჯარია და ძმანი და დანი მათნი და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ტექნიკურ მთავრობას, ხო? ესეთი ძალიან ბევრი გავიარეთ. შემდეგ მოვიდა არჩევნების დრო, როდესაც მთლიანად ბრიუსელმა ჩაუტარა რადიკალურ ოპოზიციას. რატომ? იმიტომ რომ მათ ეგონათ რომ ქართულ ოცნებას ამ გზით დაამარცხებდნენ და მოიყვანენ აგენტურას ხელისუფლებაში. ანტისამთავრობო მიტინგებზე აგზავნიდნენ თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს. აგზავნიდნენ საპარლამენტო დელეგაციებს, ხო? ევთ ოჰდირი, რაზეც ეს ბიუროკრატები ხო კარგად გახსოვთ, ამბობდნენ, რომ მათი დასაყრდენი არჩევნების შეფასებისას იქნებოდა ევთ ოჰდირის საბოლოო ანგარიში. საბოლოო ანგარიში ეწერა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა საშუალება, რომ ეწარმოებინა თავისუფალ გარემოში წინა საარჩევნო კამპანია და ადმინისტრირება მოხდა ცესკოს მიერ მაღალ დონეზე. ხო გახსოვთ, ევთ ოჰდირის გაშავება რო დაიწყეს და ქართული ოცნების დასაცავი გახდა ევთ ოჰდირის რეპუტაცია, ხო? შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვითარდება სწორედ ამიტომ და ის რევოლუციის მცდელობები, ხო? 5 რევოლუციის მცდელობა იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში, თუ არ ვცდები და აბსოლუტურად ყველა ბრიუსელის დაფინანსებული, აბსოლუტურად ყველას ავანგარდში დგანან ის მდიდარი NGO-ები, ვინც ბრიუსელისგან ფინანსდებიან, აბსოლუტურად ყველას ავანგარდში იდგნენ ის რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ვინც ბრიუსელიდან ფინანსდებიან. მაგრამ ეს პროცესები, აი რომელსაც თქვენ აღწერთ, ძირითადად ვითარდებოდა იმ პერიოდში, როცა იყო ომი ახალი დაწყებული. როდესაც ამერიკას ყავდა სხვა ტიპის ადმინისტრაცია და მათი მიზნები გაცხადებული იყო და ეს ჩვენმა მაყურებელმაც იცის, მაგრამ შეიცვალა მას მერე ადმინისტრაცია, რომელიც ამბობს, რომ ომი უნდა დასრულდეს. ზოგადად ბევრი რამე შეიცვალა გეოპოლიტიკურად. რატომ არ იცვლება ის განწყობები და ის ქმედებები, რაც ევროკავშირის და იგივე ევრობიუროკრატების მხრიდან მომდინარეობს? ნახეთ, მე ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ გამიკეთებია განმარტება და კიდევ ერთხელ განმეორდები, ხო? ის არაფორმალური ოლიგარქიული მართლობა, ვინც დგას ბრიუსელის უკან. იმიტომ რომ ბრიუსელი დამოუკიდებელი არ არის, ხო, ვიღაც ვინმე თუ თulis რომ კაია კალასი ან მარტა კოსი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები არიან, კიდევ უნდა დაელოდონ ცოტა ხანს და დაინახავენ, რომ ეს ასე არ არის, ხო? მათ აქვს ძალიან დიდი ეგო ამ ძალებს და შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს დასაჯონ იმის გამო, რომ ჩვენ წინააღმდეგობა გაუწიეთ და არ შევასრულეთ მათი დავალებები, რასაც ისინი მიჩვეულები იყვნენ. მეორეს მხრივ, ეგო რო გვერდზე გადავდოთ, მათ საქართველოს თავისი გადმოსახედიდან აუცილებლად უნდა დასაჯონ სამაგალითოდ, რომ შემდეგ უკვე ჩვენი ზომის პატარა ქვეყნები, ესე ბჭყალებში არ აუჯანყდნენ და არ მიუტრიალდნენ, რომ ჩვენ რატო შევასრულოთ აწი თქვენი დავალებები, ვუტრირებ, რა თქმა უნდა, ნახევრად ვუტრირებ, როდესაც საქართველოს თქვენი დავალება არ შეასრულა, ხომ? შესაბამისად, მათ ამ რისკის გადაზღვევა უნდათ. და შემდეგი მიზეზი არის ის, რომ როგორც მე უკვე მოგახსენეთ, რა თქმა უნდა, აქ ჭირდებათ აგენტები, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს თუ დღის წესრიგში არის ომის თემა, ხვალ დღის წესრიგში იქნება შუა კორიდორის თემა. ხომ ჭირდებათ მართული ხელისუფლება იმისათვის, რომ სიტუაცია მართონ და ყველა კარგად ატყობს, რომ საქართველოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დაკავშირებადობის კუთხით, ევროპასა და აზიის დაკავშირებადობის კუთხით, ხო? მით უმეტეს, როდესაც ესე განვითარდა მოვლენები, ჩრდილოეთ კორიდორი დაკეტილია, ირანში განვითარებული მოვლენების გამო სამხრეთ კორიდორი დაიკეტა და რამდენჯერმე გაიზარდა თვითონ ბრუნვა და თვითონ ბრიუსელი ვერ უარყოფს, რომ ყველაზე უსაფრთხო და მნიშვნელოვანი არის შუა კორიდორი, ხო? საკვანძო ადგილს ვიკავებთ. რაში ჭირდებათ მათ ქართული ოცნება, როდესაც იციან, რომ ჩვენ გავატარებთ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. პირველ რიგში დავაყენებთ ჩვენი ხალხის ინტერესებს და შემდეგ ვიფიქრებთ უკვე პარტნიორების ინტერესების დაკმაყოფილებაზე. მათ ეს არ აწყობთ, ხომ? შესაბამისად, ეს არის მესამე მიზეზი, რომ დღის წესრიგში ომის თემა არის თუ კორიდორის კონტროლის თემა არის თუ კიდევ ძალიან ცუდი თეორიულად, ასე ვთქვათ, მათი მხრიდან ჩანაფიქრები, მათ ჭირდებათ აქ აგენტურა, ვისაც დავალებას მიცემენ და ამ დავალებას უსიტყვოდ შეუსრულებენ. შუადერეფნის მნიშვნელობა ის სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა, სადაც მან აი ეს მაგალითი მოიყვანა, რომ როდესაც დაიწყო ომი ირანში, თქვენ უბრალოდ უნდა შეგეხედათ ფრენების ტრაექტორია როგორი იყო და სწორედ კავკასია იყო ის ადგილი, სადაც ხორციელდებოდა ეს ტრანზიტი და მომავალში ვაჭრობა, კომუნიკაცია სწორედ აი სამხრეთ კავკასიის გავლით უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, აი ეს გარკვეული კონკურენციის შექმნის მცდელობა საქართველოსა და სომხეთს შორის ერთგვარი დაპირისპირება, რომელსაც ძალიან სერიოზულად აქტიურებენ, მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო როლი აქვს საქართველოს, ისინი მაინც არ აღიარებენ ამ როლს და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად
რუკას სხვანაირად შეხედონ, სხვანაირად დაატრიან გლობუსი თუ რაიმე სხვა ხერხს მიმართონ, მაგრამ ცდილობენ რომ საქართველოს არ იყოს მთავარი მოთამაშე აი ამ გზაზე. თქვენ როგორ აფასებთ ამ მცდელობას და რა შანსი აქვს აი ამ მიდგომას წარმატებით განხორციელებას? ეს არის ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებასაც ჩვენ ვეძახით, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ უსამართლო დამოკიდებულებას, მეორეს მხრივ ეს არის უგუნური ირაციონალური დამოკიდებულება და სწორედ ეს დამოკიდებულება მათი მხრიდან იწვევს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის განწყობები შესრულილი არის ევროკავშირის მიმართ. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ვინაიდან როდესაც ჩვენ პასუხებს ვცემთ ევრობიუროკრატებს და ბრიუსელს, ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოველთვის მიჯნავთ, რომ ევროკავშირი არის აბსოლუტურად სხვა, ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ეს ხელდასმული ბიუროკრატები არიან სხვა, დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან. მაგრამ მათი ესეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მაინც ისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობაზე. მე იმასაც შეგახსენებთ, თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრძანდებოდა შუა აზიაში და დაკავშირებადობაზე საუბრობდა, შავი ზღვის რეგიონზე საუბრობდა, შუა კორიდორზე საუბრობდა, საქართველოს არ ახსენა, ბატონმა ალიევმა, ჩვენმა ნამდვილმა მეგობარმა მას სერიოზულად უსაყვედურა, რომ დროა ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუკას დახედოსო. ეს გარდაუვალია, ხო, ეხლა გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ადრე თუ გვიან, მოუწევთ მათ უკაცრავად მაყურებელთან და ამ რაღაცა ბუტიაობის რეჟიმიდან გამოსვლა, მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ მიუხედავად უზარმაზარი მცდელობისა, მთლიანად ჩაურატარეს წინასაარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციას, ვერ ჩაგვანაცვლეს არჩევნების გზით. მიუხედავად უზარმაზარი ძალისხმევისა, ხუთი რევოლუციის დაფინანსებისა, ვერ შეცვალეს ჩვენი ხელისუფლება რევოლუციის გზით, ვინაიდან ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება და ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით დგას. შესაბამისად, მათ მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, სხვა გზა არ დარჩება, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს და აი ბოდიშის მოხდით, ჩვენ ვაცხადებთ მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, ვინაიდან აქ პირადული უნდა გადადო ეს პოლიტიკა არის, ხო, და პასუხისმგებელი ხარ შენს სამშობლოზე, შენს ხალხთან, შესაბამისად იქ ასე ვთქვათ, პირადული არაფერი არ არსებობს, მოდი ესე ვთქვათ და ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ პირველი დღიდან მაგას ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ, გადავფურცლოთ ეს უსამართლობის, ასე ვთქვათ, ფურცელი, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ნიშნულიდან, ოღონდ ეს აუცილებლად უნდა იყოს სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. შესაბამისად, ეს მათ ძალიან კარგად მოეხსენებათ და ნუ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ რეჟიმიდან გამოვლენ, ვინაიდან ეს დამაზიანებელი არის პირველ რიგში ევროკავშირისთვის. მაგრამ რა ინფორმაცია აქვთ ამ ადამიანებს რეალური განწყობების შესახებ? ესეც მნიშვნელოვანია, ისინი ქართულ დელეგაციებს არ ხვდებიან, ანუ ეს საკონტაქტო არხი ჩაკეტილია, ჩადიან იქ თინა ბოკუჩავა და სხვები და უყვებიან იმას, რასაც უყვებიან, მე ვნახულობთ ამ რეზოლუციებს. ეს არის ერთგვარი ფასადური მხარე ამ პროცესის, მაგრამ რეალობაზე, ანუ საქართველოს მოქალაქეების განწყობები როგორია, რა სიტყვენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას ირჩევენ, რა მონაცემები აქვთ? აქვთ კი მატერიალური მონაცემები? რეალური მონაცემები ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, აქვთ, თუმცა რამდენად აქვთ ამ რეალური მონაცემების საღად გაანალიზების უნარი, ეს კიდე მეორე საკითხია. იქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხა როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ და ყველაფერს კარგად აღიქვავენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე იგივე უკრაინაში და მოლდოვაში, ხო? და რაც შეეხება უშუალო კონტაქტებს, აი დღეს მაგალითად მაგდა თქვენ დაიწყეთ საუბარი, ეს რეზოლუცია, რომელიც უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დებატები შედგა და ასე შემდეგ. ხო, მოხსენებელი გახდათ ქალბატონი, რომელიც დელეგაციასთან ერთად ჩამობრძანებული იყო, შეხვდა ლევან ჟორჟოლიანს, თუ არ ვცდები, თუ სწორად მახსოვს, რამდენიმე თვის წინ იყო ეს პარლამენტის თავმჯდომარესაც, თუ სწორად მახსოვს და მე და ბატონი ლევან მახაშვილიც შევხვდით, მე როგორც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ლევანი როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენ ქონდა დაახლოებით ნახევარსაათიანი, ასე ვთქვათ, მსჯელობა, დისკუსია ამ ქალბატონთან და იმ დელეგაციის წარმომადგენლებთან. აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ გავუზიარეთ. უბრალოდ იქიდან ისეთი რეაქცია იყო, რომ ეს არ იყო ჯანსაღი რეაქცია, ხო? რაღაცა დემოკრატიული უკუსლა, ხო? პირდაპირ ვეკითხები, მე შეიძლება ბოდიში მაყურებელთან ცოტა თავხედურათაც გამომივიდა იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც შევატყე, რომ ეს დელეგაცია ცდილობდა, რომ კითხვებზე პასუხი არ გაეცათ, მე ვუმეორებდი დაჟინებით, რომ აი მაგალითად მშვიდობიან აქციას რატომ უწოდებთ ამ აქციებს და კადრები ქონდა, ფოტოები ქონდა და ასე შემდეგ, ხო? ნუ ჩვენო არ ვართ ვალდებულებიო, რომ ამ ყველაფერს პასუხი გავცეთო. კი ბატონო, რატომ ითხოვთ კანონების გაუქმებას? აი მაგალითად გამჭვირვალობის კანონი ჩვენ რომ მივიღეთ და სამარცხვინოთ, იქ რა თქმა უნდა ძდილობიანად, კულტურულად, პოლიტიკურ ენაზე, დიპლომატიურად მივაწოდე ეს ყველაფერი. თქვენ რომ სამარცხვინოთ უწოდეთ ამას რუსული კანონი, ჯერ ესეთი რა იყო რუსული. მეორეც ერთი ჩვენ მერე მიიღო საფრანგეთმა მიიღო
კანადამ გაამკაცრა დიდმა ბრიტანეთმა, ხო? ანუ აქ რატომ არის ორმაგი სტანდარტი, ხო? რატომ არის ჩვენი რუსული და საფრანგეთში რატომ არის ფრანგული? ამაზე პასუხი იყო მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ვერ მივიღე, რომ ჩვენ ვალდებულები არ ვართ, რომ პასუხი გაცემა. როდესაც ესეთი რეჟიმია და არ აინტერესებს საერთოდ რას ესაუბრები, ხო? ნუ შენ ვალდებული ხარ, რა თქმა უნდა, შენი სათქმელი უნდა უთხრა, იმიტომ რომ პირველ რიგში ვალდებულება არის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ ხას ვსვამ, რომ ყველანაირი ემოცია უნდა იყოს გადადებული ასეთი ტიპის მოლაპარაკებების დროს, მაგრამ ნუ ესეთი დავალება აქვს მიღებული, არ აინტერესებს, ჩამოვიდნენ რომ მე ეთქვათ რომ ჩამოსულები ვიყავით. კი, რა თქმა უნდა, მაგდა ყველაზე კარგი მაგალითი ამის იყო, ასე მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ესე იგი აამუშავეს მარტო რუსეთის, ბელორუსიის და საქართველოს წინააღმდეგ, ხო? ნუ აი ეს ხო სასაცილოა, ხო? ამით ხომ ჩვენ მოქალაქეებს კიდევ უფრო არწმუნებენ ჩვენ სიმართლეში. როდესაც ამბობენ რომ რუსეთის, ბელორუსიის შემდეგ ყველაზე არადემოკრატიული ქვეყანა არის საქართველო. ის ქალბატონი რომ იყო ჩამობრძანებული, ვინც ეს დასკვნა დაწერა, ხო? რაღაცა 100 გვერდიანი დასკვნა თურმე 2 დღეში დაწერა. ეს ხო ლუსტრირება იყო კიდევ ერთხელ იმისი, რომ დასკვნა დაწერილი იყო. ეს ქალბატონი ჩამობრძანდა, რომ შემდეგ ეთქვათ, რომ აი ჩამოსული ნამდვილად ბრძანდებოდა და პირდაპირ ის დასკვნა მერე გამოაქვეყნეს, ხო? და ეხლა ჩვენი მოქალაქეები ძალიან გამოცდილები არიან ქართველები ისედაც, მით უმეტეს ამ 4 წლის განმავლობაში კიდევ ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ქართველებს და ვერავინ ასე მარტივად ვერ მოატყუებს და ვერც რთულად ვერ მოატყუებს და იმაზე კარგად ესმით პოლიტიკას და პროცესებიც ვიდრე ვიღაც ვიზა ლიბერალიზაციის საკითხსაც შევეხოთ, პერიოდულად თემა აქტიურდება, პერიოდულად რომელიმე ევროპელი მაღალჩინოსანი აუცილებლად იტყვის, რომ ეს საკითხი დევს მოლაპარაკებების მაგიდას და არაფერი გამორიცხული არ არის. მე უკვე ვახსენე ინიციატივა, რომ რაღაცა დიფერენცირება მოხდეს და კატეგორიებად დაიყოს ჩვენი საზოგადოება და ნაწილს მისცენ უვიძოდ გადაადგილების შესაძლებლობა, ნაწილს არა, მაგრამ მაინც თქვენგან მოგვისმენია, რომ ეს არის ერთგვარი ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში და არ ნაკლებად ვარაუდობთ, რომ საბოლოოდ ამას გამოიყენებს ბრიუსელი. ხო, აი დღეს რა განწყობაა? ნაკლებად სავარაუდოა, სხვადასხვა ეს ტერმინი ბევრჯერ გამომიყენებია, ვინაიდან კარგად შეესაბამება ამ რეალობას, ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია. ეს თუ გაისროლეს, მეტი არაფერი არ რჩება საშანტაჟოდ. კი, ძალიან ირაციონალურად მოქმედებენ, არაპროგნოზირებადები არიან, თუმცა მე მგონია, რომ იმდენი ასე ვთქვათ, რაღაცა ცოდნა მაინც დაუგროვდა და იმდენი პოლიტიკური გამოცდილება, რომ მით უმეტეს არასაარჩევნო წელს ასეთი შანტაჟის მექანიზმი ხელიდან არ უნდა გაუშვა. მაქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნაკლებად სავარაუდო. ისინი რაზეც საუბრობენ იქ თეორიულად, რომ თუ ეს ამუშავდა, უნდა მოხდეს ხალხის სეგრეგაცია, რომ იქ NGO სექტორის წარმომადგენლებისთვის უნდა შენარჩუნდეს ისევ ფორმულას და ტევ პირველის, ხო? ეხლა როდესაც საუბრობენ, რომ ჟურნალისტებს უნდა შეუნარჩუნდეთო და თან მეორესფრით წერენ რეზოლუციებში, რომ ყველა მაუწყებელი უნდა დაიხუროს დარჩეს ტევ პირველი ფორმულა, ნუ ყველა კარგად ხვდებით, რომ მათი აქტივისტებისთვის და ტევ პირველის და ფორმულას ჟურნალისტებისთვის უნდა იყოს დარჩენილი ეს ვიზები. ეს თეორიული საკითხია, რა თქმა უნდა, თუმცა ამითიც ისინი, ასე ვთქვათ, ადასტურებენ თავიანთ ამ ცოტა აცთენილ დამოკიდებულებას ევროპული ღირებულებების მიმართ. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რომ მე მიმაჩნია, რომ ეს არის ნაკლებად სავარაუდო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის საარჩევნო წელი. ეს რომ იყოს საარჩევნო წელი, უფრო სავარაუდო იქნებოდა, ვინაიდან კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ისინი ატარებენ რადიკალური ოპოზიციის მაგივრად წინა საარჩევნო კამპანიას და არჩევნებისთვის ეს იქნებოდა მათთვის ძალიან სერიოზული კოზირი, თან დამარცხებულები არიან დიდი ანგარიშით, დიდი ეგო აქვს დასაკმაყოფილებელი და მე ვფიქრობ, შესაძლებელი იქნებოდა, რომ ასეთი ნაბიჯიც გადაედგათ, მით უმეტეს, როდესაც გაგვიუქმეს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა, მე შემიძლია სრული პასუხისგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. შესაბამისად, მათ უკვე ეს აღარ ადარდებთ. საინტერესოა რა უშლის ბრიუსელს ხელს იმაში, რომ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადმოდგას. ხომ არ არის ეს იმით განპირობებული, რომ მთელი ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ჩვენ ვსვენდით მხოლოდ კრიტიკას, მხოლოდ ნეგატივს საქართველოზე და ახლა ისინი არიან უკვე საკუთარი გადაწყვეტილებების და საკუთარი სიტყვების ტყვეობაში, როდესაც აღარ შეუძლიათ მიუხედავად იმისა, რომ დერეფანი არაერთხელ ვახსენეთ და მის საჭიროება, მათ უკვე აღარ შეუძლიათ გადმოდგან ნაბიჯი წინ და რაღაცნაირად მოატრიალონ ეს კუთხე ურთიერთობები. გიორგი ძალიან სწორად აღნიშნე, ბეგარის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი ამ ყველაფერში და მაქედან გამომდინარე მე ხაზი გავუსვი, რომ პრემიერ-მინისტრის დონიდან დაწყებული, რიგითი დეპუტატის დონით დამთავრებული, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ მზად ვართ, რომ დავსხდეთ, ვისაუბროთ და გადავფურცლოთ. შესაბამისად, ეს გადაფურცლა სწორედ ამას გულისხმობს, რომ იქ ახსნა განმარტების რეჟიმში ჩადგომა არავის არ მოუწევს, თუ სამართლიანი დამოკიდებულება ვიგრძენით მათი მხრიდან. ხოლო თუ ისე უნდა გააგრძელონ იქ რაღაცა მითითებები და ეს გაიწვია, ეს მიიღე დემოკრატიის უკუსვლა, მოლდოვა და უკრაინა თქვენზე წინ არიან, მაშინ არაფერი არ გამოუვათ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დრო მიდის, შუა კორიდორის თემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება და შესაბამისად მათ მოუწევთ დასხდომა და ჩვენთან საუბარი
და ყველას შევახსენებ, რომ როგორც საქართველოს ჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ ჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა. და სანამ დავასრულებთ საუბარს, რას ფიქრობთ იმ დაპირისპირებაზე, იმ რაღაც უკვე კომიკურია თუ ტრაგიკული სიტუაცია, რომელიც ოპოზიციაში ვითარდება. ახლა ერთის მხრივ ალიანსის და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება, მეორეს მხრივ თავად ნაცმოძრაობაში არსებული სირთულეები, საერთოდ ვინ იქნება თავმჯდომარე, ესეც ჯერ გაურკვეველია, რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს პროცესი თქვენ? ხო, ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბებ ჩემ აზრს. ეს არის ხელოვნური პროცესი, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ბუნებრივიც ბევრი ხდება აქ, ვინაიდან ეს ადამიანები არიან, ვისაც ზულთ ერთმანეთი, ვერ იტანენ ერთმანეთს და შესაბამისად ის პროცესები, რაც ნაცებში ვითარდება, ეს იმდენად სამარცხვინოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც უკვე შეუძლებელია. პლინტუს ქვემოთ იყვნენ ჩასულები და მე არ ვიცოდი კიდე თუ რაღაცა იყო იმის ქვემოთაც ჩადიან, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ალიანსში განვითარებულ მოვლენებს, ეს არის გარე პატრონების მხრიდან კარგად დაგეგმილი სცენარი, რომ აი ამდენი სპექტაკლი უნდა გათამაშდეს, ამდენი რაღაცა ხმაური აჟიოტაჟი, რომ საზოგადოების ყურადღება იყოს იქით მიმართული. შესაბამისად დატოვეს ლელო და გახარიას პარტია ამ ალიანსს მიღმა, რომ ხელოვნურად მოხდეს ამ ორი პარტიის გამიჯვნა კიდევ უფრო ჩვენი საზოგადოების თვალში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან. ეს არის მათი გარე პატრონების თავარი ჩანაფიქრი. 2025 წელს დაიწყეს ამ ყველაფრის ასრულება. თუ გაიხსენებთ, ბოიკოტში იყვნენ დანარჩენები და ეს ორი დატოვეს და ამათ დაავალეს, რომ არჩევნებში მიიღეთო მონაწილეობა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს გარე პატრონები უყურებენ 14 წლის განმავლობაში ფსონსდებდნენ ერთ და იგივე კონფიგურაციაზე. შემდეგ რაღაცა ახალი შემოიტანეს ნიკა გვარამიას თაოსნობი და ისიც ვერ შეასაღეს საზოგადოებას როგორც არანაცები. შესაბამისად, ახლა მთლიანად ფსონსდებენ ლელოზე და გახარიას პარტიაზე და უნდათ რომ 2028 წლისთვის ისინი ბოლომდე ყავდეთ ჩვენი მოქალაქეების თვალში გამიჯნული კოლექტიური ნაცებისგან და ეს სპექტაკლი არის ზუსტად ამიტომ გათამაშებული. მადლობა ინტერვიუსთვის. ლევან მაჭავარიანი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი.